განახლებას ახალი შემთხვევების რიგის დამარცხება უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას მაშინ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სტიგმასა და მდიდრში თავთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით გაეროს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეხება უშუალოდ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული არის. საქართველო არის გაეროს წევრი ქვეყანა, რომელიც მიერთებულია თავისთავად ამ კამპანიას. და განსაკუთრებით ძალადობა ქალთა მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი წარმოადგენენ უფრო მოწყვლად ჯგუფს, არის განსაკუთრებით მტკივნეული, ამიტომ ამ კვლევის შედეგების პრეზენტაცია საზოგადოებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გაამახვილებს ყურადღებას თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელსაც ორმაგად ჭირდებათ დაცვა. კვლევა მდგომარეობა და ძალადობასა და აინფექცია შორის კავშირის დადგენაზე, ანუ რამდენად შესაძლებელია ძალადობამ გააძლიეროს აივით ინფიცირების რისკი, ადამიანის რისკი, რომ ის დაინფიცირდეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, ასევე თვითონ აივ ინფიცირებულები თუ განიცდიან რაღაცა გარკვეულ ძალადობას მოსახლეობის მხრიდან, ან ოჯახის წევრების მხრიდან, იმის გამო, რომ მხოლოდ თავიანთი აივ დადებითი სტატუსის გამო. ძალადობა აივ ინფიცირებულ ქალებზე მაღალია საკმაოდ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ამ განსაკუთრებულად მოძალადეა საზოგადოება ამ ქალების მიმართ, რამდენადაც გაიგივებულია აივ ინფიცირებული ქალთა ჯგუფი გარკვეულ დევიანტურ ქცევასთან და შესაბამისად არალოიალურია საზოგადოება ამ ქალების მიმართ. ჩვენთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ეს კვლევა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, ისე როგორც შიცის საკითხები არის გარკვეულწილად სტიგმით დაფარული და ტაბუირებული ჩვენ საზოგადოებაში, რაც სწორედ ამ ორი პრობლემის დისკუსიას ასხავს წყალს და აძლიერებს მათ და სწორედ აი ამ კვლევით, ამ კავშირების გამოვლენით და ჩვენებით იმედი გვაქვს, რომ დაიწყება მსჯელობა და უფრო მეტად ხაზი გაესმება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტაბუ და დაფარულობა ამ თემების დაიძლიოს ჩვენ საზოგადოებაში, თუ გვინდა რომ რეალურად ვებრძოლოთ, როგორც აივშიც, ასევე ქალთა მიმართ ძალადობას.